ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროკავშირის სხვადასხვა ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში ყოველგვარი აი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გავლენებისგან დამოუკიდებლად მიეწოდებოდეს საზოგადოებას. პოლარიზაციის მომსწრევად ეს თქვათ საქართველოში და მათ შორის მედია გარემოც ამას გარკვეულწილად ასახავს. შესაბამისად, აი რიგითი მოქალაქისთვის, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს ეს ყოველდღიური ცნობა, ხო, ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებთან, ან ზოგადად თქვა საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებთან და შესაბამისად ასევე არ ჰქონდეს თქვა პროფესიული ცოდნა და დარგობრივი ცოდნა ამ საკითხების, მინიმუმ ეს დამახინჯებული შეფასებები იწვევს მათი, ესე ვთქვათ, მათი შეფასების გაბუნდოვნებას. თვით ავტორიტარულ რეჟიმებშიც კი ელისუფლება მაინც ცდილობს, რომ რაღაცნაირად ხელი ედოს, ვთქვათ, საზოგადოების პულსზე, ხო, რომ აი ვთქვათ, გქონდეს იმის განცდა, რა აწუხებს საზოგადოებას, რა არის თემები, რამაც შეიძლება საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მთელი ამ დეზინფორმაციული ნარატივების, ესეთი კოორდინირებული ნარატივების მიზანი არის საზოგადოებაში ევროპის და დასავლეთის მიმართ წარმოდგენების ცვლილება, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ქართული მოსახლეობა, მისი 85% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხო? ისიც ვიცით მაგალითად, რომ ძირითადი მიზეზი თუ რატომაც უნდათ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში გაწევრიანება, მაინც არის უფრო ეკონომიკური და სოციალური, ასე ვთქვათ, სარგებლის მოლოდინი, ხო? ვიდრე ვთქვათ რაღაცა აი დემოკრატია და ადამიანის უფლებების თემები ამ მიზეზებს შორის ნამდვილად არ არის პრიორიტეტული მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, ხო? თუმცა საბოლოო ჯამში ევროკავშირის მიმართ არის ძალიან პოზიტიური განწყობები, ხო? და თუ კი ევროკავშირის მიმართ არის საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, ესეთი კონსენსუსი, რომ ევროკავშირი არის მნიშვნელოვანი და ის არის პოზიტიური აქტორი და ასე შემდეგ, ბუნებრივია ამ ფონზე, ესე ვთქვათ, როდესაც ატარებ ამის საწინააღმდეგო პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ქმნი იმის რისკს, რომ საზოგადოებაში გამოიწვიო გარკვეული ნებათაღელვა, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ორი მიზანი აქვს ამ დეზინფორმაციას. პირველი, რომ რაღაცნაირად საზოგადოებას ხელოვნურად მიაწოდონ სხვა მხარეები ევროპის და ევროკავშირის და ასევე და ამის შედეგად გარკვეულწილად შეამცირონ ის საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, რომელიც შეიძლება მათ ამ პროცესში საზოგადოების მხრიდან შეხვდეს.